აა, მე მგონი გავედით უკვე ეკრანში, ისა ეთერში და მოგესალმებით, ძვირფასო მშობლებო, მსმენელებო. ამ წლის მიწურულს კიდევ ერთხელ ხვდებით ძალიან საჭირო და საინტერესო თემაზე. მაგ ჯორჯიამ კიდევ ერთხელ დაგვითმო პლატფორმა და შეგვახვედრა ბავშვთა ენდოკრინოლოგთან, მედიცინის მეწინებართა დოქტორთან ქალბატონ მარიამ ბალახაძესთან, რომელიც საინტერესო თემაზე გვესაუბრება დღეს. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს აწუხებს ეს პრობლემა, ძვირფასო მშობლებო. ეს არის ენდოკრინული სისტემის და ჰორმონების დიდი როლი ბავშვის კოგნიტურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპო და ჰიპერფუნქცია, სიმსუქნე, სქესობრივი ჰორმონების გადამწყვეტი როლი და მოკლედ ეს დიდი რეჟისორი ჩვენი ჰორმონები როგორ განაგებს ამ ბავშვის განვითარებას, აი ამ საინტერესო თემაზე გვექნება დღეს საუბარი. რა თქმა უნდა, დაგვეხმარება ჩვენი ლეკუნა ჯაფოშვილი, რომელიც გადაგვითარგმნის ამ ჩვენ თემას. და როგორც მიმდინარეობს ხოლმე ჩვენი ლექცია, შემოვა კითხვები, რასაც ქალბატონ მარიკას ვთხოვთ, რომ გვიპასუხობს, ან და ჩაიწერება ჩვენი თემა და შემდგომ თუ შემოვიდა მოგვიანებით, ქალბატონ მარიკა მოგვახსენებს შემდგომ შემოსულ კითხვებს. თუ არ შეგაწუხებთ, ქალბატონ მარიკა, დავიწყოთ ახლა საინტერესო ეს ფრიად თემა. და გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით. ჰორმონალურ სისტემაზე ვისაუბრებთ დღეს და მოგახსენებთ, რომ ჰორმონალური სისტემა, ანუ ენდოკრინული სისტემა ჩვენი ორგანიზმის არის ყველა ჩვენი უჯრედის, ასე რომ ვთქვათ, თმის ღერიდან დაწყებული ფეხის მჩხილი დამთავრებული გამგები და რეჟისორი. თუ ნერვული სისტემა ჩვენს სწრაფ რეაქციებს და სწრაფ მოქმედებებს განაპირობებს, ჰორმონალური სისტემა უფრო გახანგრძლივებულ პასუხზე არის პასუხისმგებელი, თუნდაც იგივე იმ სტრესზე, რაც სტრესულ მდგომარეობაში ჩვენ შეიძლება მოხვდეთ, სხვადასხვა ავადობაზე და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჰორმონალური სისტემა განაგებს ყველა იმ მეტაბოლურ პროცესს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს. ამდენად მათი აი ამ ჰორმონების სწორი სეკრეციის და სწორი კონცენტრაციის როლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მცირე დარღვევაც კი შეიძლება დრამატული პროცესები გამოიწვიოს ჩვენს ორგანიზმში. განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს აი ამ ჰორმონებს ბავშვის ნორმალურ და სწორ ზრდა განვითარებაში და კოგნიტურ ჩამოყალიბებაში. აი მაგალითად თუ ავიღებთ ფარისებურ ჯირკვალს, დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ხდება ბავშვის დაბადებისას მისი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესწავლა. და რატომ ხდება ეს? ალბათ ისმება ესეთი კითხვა ხოლმე მშობლებში. იმიტომ რომ ფარისებური ჯირკვლის ჰორმონებს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ინტელექტუალური ზრდა განვითარება, ინტელექტუალური ჩამოყალიბებისთვის, დაგანვითარებისთვის და ამ პროცესებისთვის, რომ თუ თქვათ ბავშვი დაიბადა თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით, ანუ თანდაყოლილი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დეფიციტით, მკურნალობა თუ არ დავიწყეთ პირველივე კვირებში, როდესაც გავიგებთ, რომ ეს ესეა, შეუქცევადი პროცესები ვითარდება. ანუ ისეთი კოგნიტური დეფიციტი ვითარდება, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებთ და შესაბამისად თუ სწორად დასმულ და დროზე დასმული დიაგნოზის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მკურნალობას მაშინვე დავიწყებთ, როგორც კი დიაგნოზს დავსვავთ და ეს იქნება დაბადებიდან 1-2 კვირაში, მაქსიმუმ 3 კვირაში, ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად ჯანმრთელ ნორმალური ინტელექტის მქონე ინდივიდს, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ეს ვეღარასდროს ვერ მოხდება.
ადრე, როდესაც დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდებოდა თავის დროზე, იყო ესეთი დიაგნოზი კრეტინიზმი, როდესაც ადამიანი არათუ მხოლოდ ინტელექტუალურად ვერ ვითარდებოდა, მას ჰქონდა ზდაში ჩამორჩენა, სქესობრივ მომწიფებაში ჩამორჩენა, ნუ რა თქმა უნდა, კოგნიტურ განვითარებაში ჩამორჩენა და ისინი ესეთი ადამიანები, რომელთაც არ ჰქონდათ დროზე დასმული დიაგნოზი და არ მკურნალობდნენ, იყვნენ ანუ უკვე შედიოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სიაში. მაშინ, როდესაც დროზე დასმული დიაგნოზის შემთხვევაში ესე არ მოხდებოდა. ასე ამდენად მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის როლი. უკვე შემდგომ ეტაპზე განვითარების თქვათ თავის არ დაიბადა ბავშვი თანდაყოლილი ჰიპოთირეოზით, მაგრამ მერე რაღაც მიზეზის გამო განვითარდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. ეს იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, ინტელექტუალური განვითარების შეფერხებას, ყურადღების დეფიციტის განვითარებას, შეიძლება ძალიან შეაფერხოს სიმაღლეშიც და თუ არის ეს ძლიერი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ძლიერი დეფიციტი, ასევე ფერხდება სქესობრივი მომწიფება, პუბერტატის პერიოდში, ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში, თუ განვითარდა ესეთი მძიმე დეფიციტი, გოგონებში შეიძლება შეწყდეს საერთოდ მენსტრუაცია და აღარ ჰქონდეთ, ანუ განვითარდეს ამენორეა. და ანუ ესეთი ბავშვები არიან მოდუნებულები, ასე რომ ვთქვათ, ზარმაცები, მაგრამ ამ სიზარმაცეს აქვს ანუ პათოლოგიური მიზეზი, ანუ ეზარებათ ფიზიკური აქტივობა, ვერ სწავლობენ და შესაბამისად, როდესაც სწავლობენ და შედეგს ვერ იღებენ და ვერ იმახსოვრებენ, ეზარებათ სწავლა, არიან მივარდნილები, ძილიანობა აღენიშნებათ. განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევია ფარისებრი ჯირკვლის ხშირი კვლევა წელიწადში ერთხელ მაინც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში, იმიტომ რომ დაუნის სინდრომის დროს ბავშვები უფრო მიდრეკილები არიან აუტოიმუნური დაავადებებისკენ და ერთ-ერთი აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევას, ეს არის ქრონიკული აუტოიმუნური თიროიდიტი. ამ დროს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ ორგანიზმი და იწყებს საკუთარი ანტისხეულების გამომუშავებას, ასე რომ ვთქვათ, ვერ სცნობს საკუთარ ფარისებურ ჯირკვალს, იწყებს ამ ქსოვილთან ბრძოლას და ხდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. შესაბამისად, აი 21 ქრომოსომის ტრისომიის მქონე ბავშვებში, სადაც ისედაც კოგნიტური განვითარების შეფერხება გვაქვს, დროზე თუ არ დაისვა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დეფიციტის დიაგნოზი, ამ შეფერხებას კიდევ უფრო დავამძიმებთ, თუ დროზე არ დავიწყეთ მკურნალობა. მაპატიეთ ჩაგერთვებით. არის შანსი თქვათ, რომ დაუნის სინდრომის დროს, რომ რაღაც გარკვეული ეტაპი კარგად მიდიოდეს ეს ფუნქცია და მერე შეიცვალოს უცებ. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ ვამოწმებთ ჩვენ წელიწადში ერთხელ აი ამ სიხშირით, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევებში თავიდან არაფერი არ არის, კარგი ფუნქცია და ერთ-ერთ შემოწმებაზე შემდეგ შეიძლება უკვე ვნახოთ, რომ ფუნქციის დეფიციტია. არსებობს ესეთი დიაგნოზი სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი, ანუ ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დეფიციტის ისეთი ფორმა, რომელიც არ არის მწვავე დეფიციტი, ამ დროს უფრო მშობლებისთვის გასაგებენაზე რომ ავხსნა, ჩვენ ვამოწმებთ, ხშირად გაუგიათ ალბათ მშობლებს TSH-ი, აი ამ ჰორმონს, ეს არის თირეოტროპული ჰორმონი, რომლითაც ჩვენ სკრინინგისთვის ვიყენებთ, ასე რომ ვთქვათ, და ვამოწმებთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. მაგრამ თირეოტროპული ჰორმონი თავისთავად არ არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, ის არის ჰიპოფიზის ჰორმონი. მისი ფუნქცია არის, რომ ფარისებურ ჯირკვალს უკარნახოს, რომ იმუშავე, ანუ ასტიმულიროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია
თირეოტროპული ჰორმონი თუ არ გვექნება ჩვენ ორგანიზმში, ფარისებური ჯირკვალი სულაც ჯამთელი და ინტაქტური რო გქონდეს, ვერ იმუშავებს და ანუ თირეოტროპულ ჰორმონს ახასიათებს ესეთი თვისება, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სუბუქად გამოხატული დეფიციტის დროსაც კი ის ზემოთ მიდის. და თირეოტროპული ჰორმონის კონცენტრაცია 10-მდე თუ არის და უშუალოდ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ამსახველი ჰორმონის, ანუ თავისუფალი თიროქსინის კონცენტრაცია თუ ნორმაშია, ამ მდგომარეობას სუბკლინიკურ ჰიპოთირეოზს უწოდებენ. და ძალიან დიდხანს მსჯელობდნენ, იყო ეს მდგომარეობა სამკურნალო თუ არ იყო. ზოგჯერ ანუ რამდენიმე წლის წინ იყვნენ იმ დასკვნამდე მისულები ევროპელი ჩვენი კოლეგები, რომ თუ არ არის კლინიკურად გამოხატული სიმპტომები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების, ნუ დაუწყებთ ბავშვებს მკურნალობას და ანუ დაანებეთ თავი, უბრალოდ აკონტროლეთ. მაგრამ აი, როდესაც გვაქვს დაუნის სინდრომი, როდესაც გვაქვს იგივე აუტისტური სპექტრის აშლილობა, ანუ როდესაც გვაქვს რაღაც ისეთი პრობლემა, რომელიც ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას თავის მხრივ რაღაცნაირად შეფერხებას იწვევს განვითარების, ამ შემთხვევაში ცალსახად ჯობია რომ დავიწყოთ მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონით, რომ ის პატარა რაღაცა ელემენტარული მიზეზიც კი, რაც შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის მხრიდან მქონდეს, აღარ იყოს და ხელის შემშლელი ფაქტორად არ განისაზღვრებოდეს. ბოლო კვლევები მაპატიეთ აქვე ამ თემას და ასოცირებულ კითხვას დაგისვამ. იცით რა, ძალიან ხშირად არის, აი ზოგჯერ გაიდლაინებში გვხვდება ხოლმე განვითარების შეფერხების დროს, როდესაც აი ვთქვათ სამედიცინო კვლევები კეთდება, FT4 TSH-ში და ანტიტპ-ც არის ხოლმე ჩამოთვლილი და ამაზე თუ გაგვიმახვილებთ ყურადღებას, მშობლებს აინტერესებთ ხოლმე ეს სამივეა გასაკეთებელი, რა გვირჩევთ? ზუსტად იმიტომ არის ანტიტპ-ო. თან განმარტავთ თუ შეიძლება მშობლისთვის, მაპატიეთ ლათინურად თქვი და ახლა გაბტონ მარიკა გაგვიმარტავთ. ახლა ყველაფერს გაგიმარტავთ. TSH-ი, როგორც გითხარით, ეს არის თირეოტროპული ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ჰიპოფიზში, ჰიპოფიზი მდებარეობს თავის ტვინში. FT4 ეს არის თავისუფალი თიროქსინი, რომელიც არის უშუალოდ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი და ანტიტპ-ო ეს არის ანტისხეულები თირეო პეროქსიდაზას მიმართ, ეს არის ერთ-ერთი ცილა ფარისებრი ჯირკვლის უჯრედის. ასევე ჩვენ საზღვრავთ თირეო გლობულინის მიმართ ანტისხეულებსაც, უბრალოდ აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს უფრო ხშირად თირეო პეროქსიდაზას მიმართ ანტისხეულები მატულობს ხოლმე და ამიტომ, რუტინულად უფრო ანტიტპ-ოს საზღვრავენ. ანუ TSH და FT4 იმისთვის ისაზღვრება, რომ გავარკვიოთ განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. ნახეთ, თუ მე მაქვს რაღაც შეფერხება, რომელიც არის გამოწვეული, ვთქვათ, ანუ თავის ტვინში მიმდინარე პროცესებით, განსაკუთრებით მაგ შემთხვევაში FT4-ც მჭირდება, იმიტომ რომ რიგ შემთხვევებში შეიძლება იყოს ისე, რომ TSH-იც მაღალი იყოს და FT4-იც მაღალი იყოს და ამ შემთხვევაში საერთოდ სხვა დიაგნოზთან მივდივარ, სხვა რაღაცა უნდა ვეძებო და ამიტომ ანუ კორელაცია უნდა ვნახო. თუ მაქვს TSH მაღალი და FT4 დაბალი, ვეძებ პრობლემას ფარისებურ ჯირკვალში. თუ მაქვს TSH მაღალი და FT4-ც მაღალი, ვეძებ პრობლემას ჰიპოფიზში. ხო მიმიხვდით, თუ ორივე დაბალია, ამ შემთხვევაშიც ჰიპოფიზში ვეძებ პრობლემას. ანუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა არის ესე, ანუ თუ არის ჰიპოფუნქცია, TSH მაღალია და FT4 დაბალია, თუ არის ჰიპერფუნქცია, ანუ მომატებული ფუნქცია ფარისებრი ჯირკვლის, TSH დაბალია, ანუ თირეოტროპული ჰორმონი ნორმაზე დაბალია და FT4, ანუ თავისუფალი თიროქსინი ნორმაზე მაღალია. ეხლა რატო საზღვრავენ ხშირად
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში განსაკუთრებით ანტიტეპეოს. ზუსტად იმ მიზეზით, რატომაც მე გითხარით, რომ ეს ბავშვები მიდრეკილები არიან ავტოიმუნური პროცესებისკენ და რახან მიდრეკილები არიან ავტოიმუნური პროცესებისკენ, მე უნდა ვნახო, ხომ არ არის უკვე დაწყებული ავტოიმუნური პროცესი და ამ შემთხვევაში თუ უკვე დაწყებულია, უფრო სხვა სიხშირით და უნდა გავსაზღვრო აი ეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. ამიტომ ნახულობენ ანტიტეპეოს. მე ხშირად ანტიტიჯისაც ვნახულობ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, რომ ანტიტეპეო ნორმაში იყო, მაგრამ ანტიტიჯი მქონდა, ანუ თირეოგლობულინის მიმართ ანტისხეულები მქონდა მომატები. დიახ. ანუ ვურჩევთ შობელს, რომ მაინც თუ არის შესაძლებლობა სიტყვაზე 4-ვე ანალიზი იქნეს გაკეთებული? საწყის ეტაპზე მაინც. საწყის ეტაპზე მაინც. კარგი. საწყის ეტაპზე მაინც. მარტო უკვე ექიმი გადაწყვიტავს, რა ეტავს რომელი, ხო? თქვენ ალბათ გადახვალთ ჩემ იმაზე სიმსუქნეზე ალბათ ჩამონათვალში იყო თქვენს მიერ მოწოდებულ იმაში, მაგრამ აქვე კითხვა გვაქვს, რომ რატომ ხდება ხოლმე დაუნის სინდრომი ახსენეთ, რომ აი სიმსუქნე რატო არის განსაკუთრებულად მოჭარბებული დაუნის სინდრომის კონტექსტში? რამე არის განსაკუთრებული თქვათ ამ სინდრომისთვის დამახასიათებელი, რატო ხდება პათოლოგიის განვითარების დარღვევის დროს ნაკლებია, აი აქ უფრო მომეტებულად ხდება. სიმსუქნე უფრო ხშირად კი, უფრო, ანუ სიხშირე სიმსუქნისა დაუნის სინდრომის მქონე და სხვათა შორის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში უფრო მაღალია. ამის ზუსტი მიზეზი დღემდე დადგენილი არ არის, მაგრამ არის გარკვეული ვარაუდები. დაუნის სინდრომის შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ ეს სიმსუქნე განპირობებული არის იმითი, რომ ამ ბავშვების მეტაბოლური რითმი, ანუ მოსვენებულ მდგომარეობაში ჩვენი მეტაბოლიზმი, რაც არის უფრო დაბალია და ამიტომ ენერგიის ხარჯვა ნაკლები სჭირდებათ. ესეთი ბავშვები უმრავლეს შემთხვევაში ნაკლებ აქტიურები არიან, უფრო ნაკლებ აქტიურ ცხოვრების წესს ეწევიან. ესეც ერთ-ერთი განმაპირობებელი არის. დაუნის სინდრომთან ასოცირებული ავადობები რაც არის, თავის მხრივ იმათმა თუნდაც აი ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულწილად სიმსუქნე. აჰა. ასევე ფიქრობენ, რომ ჰორმონი ლეპტინის სიჭარბეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი დაუნის სინდრომის შემთხვევაში და თუ დაერთო კვებითი აშლილობა, ესეც რა თქმა უნდა განაპირობებს იმას, რომ შეიძლება მივიღოთ სიმსუქნე. განსაკუთრებით თუ არასწორ საკვებს ვიღებთ. ანუ რამდენიმე ფაქტორი ერთად განაპირობებს ამ მდგომარეობას. და საინტერესო ის არის, რომ ამ სინდრომის მქონე ბავშვებში სიმსუქნის მართვაც ცოტა განსხვავებულია, ვიდრე ვთქვათ ჩვეულებრივ შემთხვევაში ტიპიურ განვითარებაში. კი ბატონო. იმიტომ რომ ანუ აქ გასათვალისწინებელია ჩვენი გვაქვს გარკვეული ფორმულები, რითაც ვთვლით ჩვენ დატვირთვის რამდენი დატვირთვა აქვს ბავშვს და ამ დატვირთვიდან გამომდინარე რა კალორაჟი უნდა მიიღოს. ასევე ვითვალისწინებთ ასაკს და ასე შემდეგ და აი ამ ფორმულაში გასათვალისწინებელი არის ბავშვის დატვირთვის ხარისხი. და ანუ ეს უნდა მივიღოთ ხედველობაში. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ რა სიხშირით უნდა ვამოწმოთ. ხშირ შემთხვევაში ანუ მშობელს გამოეპარება ხოლმე, რომ სიმსუქნისკენ მივდივართ, იმიტომ რომ როდესაც ბავშვი ჩვენ თვალწინ ტრიალებს, ის საწყისი ეტაპი, როდესაც შეიძლება ცოტა მოპუტკუნდა, მაგრამ ჯერ არაფერი არ გვეცემა ხოლმე თვალში. ბაჩავთ რაღაც ხარვეზი გვაქვს მგონი.
შემოგვიერთდება ალბათ ახლა კაპიტან მარიკა. მანამდე მე მოგახსენებთ ლეკუნა რომ არის ესე იგი ხშირად არის მომართვიანობა მე მინდოდა კაპიტან მარიკასთან ერთად ეს მეთქვა როდესაც არის ხოლმე მდგომარეობა აი თქვათ ხდება გარკვეული ანალიზების გაკეთება და მშობლებს სურთ რომ თქვათ გამოეკვლევა გააუკეთონ ბავშვს და ხშირად არის ხოლმე ასეთი მომართვიანობა არ უნდა დავიწყოთ ხოლმე ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც ალბათ უპრიანი იქნებოდა კაპიტან მარიკასთან ერთად მეთქვა და ეს ბოლოში მინდოდა მეთქვა მაგრამ ეხა დავასწრებ დროს და გამომერთო არა უშავს კაპიტან მარიკა მე ვისარგებლე და ვამბობდი ბოლოში მინდოდა მეთქვა და ეხა გამეორდები როდესაც არის ჩვენთან მომართვიანობა განვითარების შეფერხების დროს აი როდესაც აინტერესებს მშობლებს რამე კვლევა თქვათ და ეძებენ ხო იცით როგორი მძიმე მდგომარეობა არის აინტერესებს თქვათ რატომ მოხდა დარღვევა სხვადასხვა მიზეზით ყოველთვის უპრიანია ალბათ რომ რახან შეწყდა ეხლა თემას კი გადაუხვიე მაგრამ რომ მიმართვიანობა იყოს მაინც ენდოკრინოლოგთან და მე ალბათ ბოლოსკენ ამასაც რომ გავამახვილოთ ყურადღება ეხლა დაგითმობთ ისევ ეკრანს გააგრძელეთ თქვენი თემა და ანუ კვლევებში მითითებული გვაქვს რამდენიმე რეკომენდაცია ერთ-ერთი არის რომ 2 წლამდე ბავშვებში ყოველი ვიზიტის შემთხვევაში უნდა შეფასდეს ბავშვის სიმაღლე წონასთან შეფარდება, ანუ სხეულის მასის ინდექსი და უნდა დატანილი იქნას სათანადო მრუდზე, რომელიც დაუნის სინდრომის ბავშვებისთვის ცალკე გვაქვს. და 2 წლის შემდეგ უკვე წლიურად უნდა შეფასდეს ანუ იგივე სიმაღლე წონასთან შეფარდება დატანილი იქნა სათანადო მრუდზე სამწუხაროდ მშობლები ამას თავის მარტო ვერ გააკეთებენ იმიტომ რომ ანუ სხეულის მასის ინდექსი კი ადვილი დასათვლელია ეს არის წონა შეფარდებული სიმაღლის კვადრატთან მაგრამ შემდეგ ანუ ინტერპრეტაცია უნდა გააკეთოს ექიმმა, იმიტომ რომ იქ თუ არის მე-5%-ს, ანუ მრუდებია, თუ არის ბავშვის სხეულის მასის ინდექსი მე-5%-ს ქვემოთ, ეს არის underweight, ანუ მასის დეფიციტი, თუ არის მე-5%-ლიდან 95%-ლამდე ეს არის ნორმალური წონა, შემდეგ 85 მე-5%-ლიდან 95-მდე ეს არის ჭარბი წონა და 95-15%-ს ზემოთ ეს უკვე არის სიმსუქნე. და ანუ მნიშვნელოვანია რომ ეს 10 წლამდე დატანილი იქნას აი ამ სპეციალურ მრუდებზე, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ცალკე არის შედგენილი, 10 წლის შემდეგ დატანილი უნდა იქნას ორივე მრუდზე, ანუ ნორმალური განვითარების მქონე ბავშვების მრუდსაც უნდა შედარდეს და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მრუდსაც. და განისაზღვროს არის თუ არა რისკი, ანუ თუ მე ჭარბი წონა მაქვს, ესე იგი უკვე რისკი არის რომ სიმსუქნემდე მივიდეთ, ხო და იქ უკვე ზომები უნდა მივიღოთ. უნდა კვების ანუ სათანადო რეკომენდაციები გავცეთ. რაც შეეხება ასევე სხეულის მასის ინდექსს, ხანდახან მხოლოდ სხეულის მასის ინდექსი არ არის საკმარისი და გვჭირდება მუცლის გარშემოწერილი, ანუ წელის გარშემოწერილობის ნახვა. წელის გარშემოწერილობა არ უნდა იყოს სიმაღლის ნახევარზე მეტი. სიმაღლის ნახევარზე მეტი, აჰა. ამ შემთხვევაში უკვე ანუ შეიძლება სხეულის მასის ინდექსი იმ პერცენტილებში ჯდებოდეს, რა პერცენტილებიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ აი ამ წელის გარშემოწერილობის გამო მაინც გახდეს საჭირო კვების რაციონის შეცვლა. სამწუხაროდ, ანუ საზღვარგარეთ არის ესე, ენდოკრინოლოგი არის ცალკე, ანუ განვითარებულ ქვეყნებში და კვების სპეციალისტი, ანუ დიეტოლოგი თუ ნუტრიციოლოგი თუ ასე შემდეგ არის ცალკე. იმიტომ რომ იქ იმდენი ნიუანსებია გასათვალისწინებელი, რომ ეს ცალკე დარგია საერთოდ.
იმედია საქართველოშიც მალე მივალთ იქამდე, რომ ნუტრიციოლოგიაც აი ესე ცალკე სპეციალისტები გვეყოლება, რომელთანაც გადაამისამართებს შემდეგ ენდოკრინოლოგი და ნუტრიციოლოგის ჩართვით მოხდება აი ამ კვების კორექცია. ეს რაც შეეხებოდა სიმსუქნეს დაუნის სინდრომის დროს. ქალბატონ მარკა შეგაწყვეტინებთ კითხვა შემოვიდა. ესე იგი თქვენ შეიძლება გეგმაში გაქვთ გადახვიდეთ ამაზე, მაგრამ დაგესვამთ. აი ალბათ ვიცი კონკრეტულად ერთ-ერთი მშობლის წუხილია, ზრდის ჰორმონი აქვს ბავშვ მომეტებულად 4 წლის არის თუ 3.5 ბავშვი და განვითარების შეფერხება, განვითარების დარღვევა არის. როგორ არის ეს ასოცირებული აი ამაზე მოგცეთ? ანუ ზრდის ჰორმონის სიჭარბე ალბათ აქვს რაღაც ადენომის გამო, რომელიც ჰიპოფიზში არის და შეიძლება ეს ადენომა სხვა სტრუქტურებზე ზეწოლის გამო იწვევდეს განვითარების შეფერხებას. ზრდის ჰორმონი უშუალოდ მისი დეფიციტი იწვევს ხოლმე კოგნიზის, ანუ აი მეხსიერების დეფიციტს, ყურადღების დეფიციტს, ცოტა ინტელექტუალურ შეფერხებას, მაგრამ არა მკვეთრად გამოხატულს. ანუ ზრდის ჰორმონის დეფიციტის მქონე ბავშვებს აქვთ ეს პრობლემა და როდესაც ვიწყებთ ხოლმე ზრდის ჰორმონით მკურნალობას, ეს პრობლემა შემდეგ აღმოიფხვრება ხოლმე. ანუ პირიქით, ესეც უპრიანია, რომ თქვათ განვითარების შეფერხების დროს, რომ გადამისამართება ხდება ენდოკრინოლოგთან, შეიძლება რომ შეგეპაროთ ეჭვი და ესეც გავაკეთებინოთ მშობელს თუ ინდივიდუალურად. არა, ზრდის ჰორმონის დეფიციტზე კოგნიტური განვითარების შეფერხების დროს ეჭვი არ შემეპარება, თუ იქ ნორმალურის დაგანვითარება, ანუ სიმაღლე თუ ნორმალურია და ბავშვი ნორმალურად იზრდება, ზრდის ჰორმონის დეფიციტი მას არ ექნება. დიახ. იგივე ტრისომიის მქონე ბავშვები კი დაბლები არიან, მაგრამ იქ თავიანთ მრუდებს ვადარებთ და თუ ამ სინდრომის მქონე ბავშვის მრუდებს შევადარებთ და იქ ნორმალურ სიმაღლის მრუდზე დადგება, ესე იგი არა აქვს მას ზრდის ჰორმონის დეფიციტი, ანუ ვერ ექნება. ზრდის ჰორმონის დეფიციტის დიაგნოზი საკმაოდ რთული დასასმელია, დიდი პროცედურებია საჭირო და ესე რანდომულად, ანუ ჩვეულებრივად აღებული ზრდის ჰორმონით რო განვიგოთ არის თუ არა დეფიციტი, ესე არ ხდება. მშობლებს ხშირად ეშლებათ ხოლმე, მშობლებს კი არა, ექიმებსაც ეშლებათ, გააგზავნიან, ანუ პაციენტს ლაბორატორიაში განსაზღვრავენ ზრდის ჰორმონს და ნუ აი დეფიციტია გვეუბნებიან. ზრდის ჰორმონის დეფიციტის დიაგნოზი ესე არ ისმება. იქ არის სტიმულაციის ტესტები ჩასატარებელი, მთელი რიგი პროცედურები, რომლის შედეგადაც შეიძლება ექიმმა დასვას ზრდის ჰორმონის დეფიციტის დიაგნოზი. ეს ჩვეულებრივად აღებული ზრდის ჰორმონი არაფრის მთქმელი არ არის და ყველა ამაში ფულს ნუ დახარჯავთ, ჩემო მშობლებო. რა კარგია რომ გითხარით, იმიტომ რომ ეს ჩივლები და წუხილები სულ არის ხოლმე და მადლობთ რომ ამაზე გაგვიმახვილებთ. თუ გვაქვს ეჭვი რომ არის ზრდის ჰორმონის დეფიციტი, უფრო უპრიანია გაკეთდეს, არის ესეთი ტესტი ინსულინის მაგვარის დისფაქტორი 1, რომელიც უფრო ასახავს ირიბად, მაგრამ ასახავს ზრდის ჰორმონის დეფიციტის არსებობის ალბათობას და მერე ტარდება აი ამ სტიმულაციის ტესტები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ისე აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. მადლობა, გასაგებია. და დავალოდოთ ჩემს მოკითხვებს. ეხლა რაც შეეხება, მე მგონი ფარისებრ ჯირკვალზე მეტნაკლებად ამოვწურე, ხო, მინდოდა მეთქვა, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც ბავშვებში არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სიჭარბეც. ეს უკვე გამოიხატება აგზნებადობაში, ფორიაქში, მომატებულ ოფლიანობაში, ბავშვები უმიზეზოდ არიან აფორიაქებულები, გამოხატულია ტრემორი ხელების, შეიძლება თელი სხეულის, აქვთ გახშირებული კუჭის მოქმედება, მომატებული ოფლიანობა გითხარით, სიცხეს ვერ იტანენ და აი ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა განისაზღვროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის კონცენტრაცია სიცხეში. თუმცა ბევრად უფრო იშვიათად გვხვდება საბედნიეროდ ბავშვებში ეს მდგომარეობა.
უკაცრავად მე მგონი ჩდება ჩემი ტელეფონი ერთი წამი დამტერს მოვიტა რომ ისევ არ გაითიშოს. კი ბატონო. მაპატიეთ. ეხლა რაც შეეხება სქესობრივ მომწიფებას, ხო, იქ კიდევ იყო ერთი შეკითხვა და ბარემ იმ შეკითხვასაც გავუცემ პასუხს, რომ არ დავტოვოთ ისე პასუხგაუცემელი. ეს შეკითხვა ეხებოდა ფეოქრომოციტომას, ანუ არის თუ არაო დიახ, ფეოქრომოციტომა. დიახ, თირკმელზე და ჯირკვლის პათოლოგიები მშობლებისთვის გასაგებენაზე ვთქვათ, თუ ხდება ბავშვთა ასაკში. ეტყობა რომელიღაცა მშობელს ქონდა რაღაც შემთხვევა, ან შეეშინდა ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე და ალბათ ანუ ამის ფეოქრომოციტომა ეს არის ისა თირკმელზე და ჯირკვლის სიმსივნე, რომელიც დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს ადრენალინს და ნორადრენალინს. ეს არის ჰორმონები, რომელიც ჩვენ სტრესულ მდგომარეობაში დიდი რაოდენობით გამოგვეყოფა და ჩვეულებრივ შემთხვევაში არ უნდა გამოგვეყოფოდეს დიდი რაოდენობით და აი ფეოქრომოციტომის შემთხვევაში ეს პრობლემა გვაქვს და კი, ბავშვებშიც გვხვდება თირკმელზე და ჯირკვლის სხვადასხვა პრობლემები, არა მხოლოდ ფეოქრომოციტომა, ანუ ნებისმიერი სხვა პრობლემა, რომელიც დიდებში გვხვდება, ასევე შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებში. კლინიკა მოკლედ რო გითხრათ, არის ეს კლინიკა სომატური ფეოქრომოციტომის თუ იცით რა ძალიან ასოცირებულია? იშვიათი არის ფეოქრომოციტომა, განვითარების არა განმავლობაში. მხოლოდ ბავშვებში, არამედ დიდებში, განვითარების დარღვევასთან არ ასოცირებული არის. არ არის. და ფეოქრომოციტომის ნიშნები არის ესეთი ტრიადა არის, წამოხურება, წამოცხელება, გაწითლდებიან სახეზე, აქვს ძალიან მაღალი არტერიული წნევა ამ დროს და ძალიან ხშირი პულსი. ეს ტრიადა თუ გვაქვს, ასეთ შემთხვევაში და ეს არის რაღაცა წამებში ხდება ხოლმე ეს ამბავი, უცებ. და ასეთ შემთხვევაში ვიკვლევთ ხოლმე ფეოქრომოციტომაზე. ხო, რაც შეეხება ეხა საბედნიერო თირკმელზე და ჯირკვლის ეს კერძოდ დაავადება ძალიან იშვიათად გვხვდება, არა მხოლოდ ბავშვებში, დიდებშიც. არსებობს რიგი პათოლოგიებისა, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში, მაგრამ ნაკლებად იწვევს განვითარების შეფერხებას. ალბათ მშობლებს უფრო დაინტერესებთ სქესობრივი მომწიფების თავისებურებები. როდის უნდა დაიწყოს, რას უნდა ელოდნენ, ალბათ მათთვის ეს უფრო ესეთი ხშირად დასმადი კითხვა არის და მოდით ახლა შევეხოთ ამ საკითხს. თუ არ გვაქვს, თქვათ, იგივე ჰიპოთირეოზი დაუნის სინდრომის დროს, ან თუ ნებისმიერი სხვა სინდრომის დროს, სქესობრივი მომწიფება ამ განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებში ზუსტად ისეთივე ასაკობრივ ჭრილში იწყება, როგორც ნორმალური განვითარების შემთხვევაში. ეს არის გოგონებში შეიძლება დაიწყოს 8 წლიდან და უკიდურესი ასაკი არის 13 წელი, 8-დან 13 წლამდე ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყოს სქესობრივი მომწიფება. მე არ გულისხმობ სქესობრივი მომწიფებაში მენსტრუალური ციკლის დაწყებას. სქესობრივი მომწიფება გოგონებში იწყება ერდის ზრდით, გათმიანების დაწყებით ბოქვენზე და იღლიაში და ასევე აღენიშნებათ უსიამოვნო სუნი იღლიის ფოსოში. ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ მომართავენ მშობლები, შეშინებულები, რომ რატომღაც ბავშვს აქვს უსიამოვნო სუნი იღლიაში და რისი ბრალი არის ეს. 8 წლის ასაკის შემდეგ თუ დაგეწყოთ ეს მოვლენა, ჩათვალეთ, რომ ეს ნორმაა და ამის გამო ექიმთან მივიხვალთ. გასაგებია და ხშირად ხდება ეს მომართვიანობა, კარგია რომ კი ბატონო. სადღაც 11-12 წლის ასაკში დადგება ხოლმე მენარხე, ეს არის პირველი მენსტრუაცია.
თუმცა თქვათ ესეც დამოკიდებულია როდის დაიწყო აი ამ პირველადი მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება იმაზე იქნება დამოკიდებული შემდეგ მენსტრუაციის დაწყების დრო. მენსტრუაციის მოსვლიდან წელიწადნახევარი, მაქსიმუმ 2 წელი ისევ გვაქვს სწრაფის და ამიტომ დამკვიდრებული ესეთი აზრი რომ მენსტრუაცია მოუვიდა გოგონას და აღარ გაიზრდება ესე არ არის. კიდევ გაიზრდება რა თქმა უნდა და სადღაც ეს სწრაფისთვის პერიოდი წელიწადნახევარი, საშუალო წელიწადნახევარი გაგრძელდება. თუ ბავშვი 13 წლის არის და კიდევ არ დაწყებია არანაირი, აი ეს ოღონდ ჯერ გოგონებზე ვსაუბრობ, არ დაწყებია არანაირი ნიშნები სქესობრივი მომწიფების, ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ აუცილებლად ბავშვთა ენდოკრინოლოგს და უნდა გამოვიკვლიოთ, რატომ არის ეს შეფერხება. ანუ ეს არის რამე ორგანული მიზეზით გამოწვეული, თუ უბრალოდ გვიან დაიწყება და შეიძლება რაღაცა სტიმულაცია დასჭირდეს, ან არ დასჭირდეს, ეს ექიმმა მშობელმა ერთად უნდა გადაწყვიტონ. ნაადრევი სქესობრივი მომწიფებაც ძალიან ხშირად გვხვდება ამ ბოლო დროს. ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ეს არის მომწიფების დაწყება 8 წლის ასაკამდე, ნებისმიერ პერიოდში. მე მყოლია ბავშვი შესაბამისი პათოლოგიით გამოწვეული 1 წლის ასაკში რომ უკვე მენარხე დადგა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვაფერხებთ სქესობრივ მომწიფებას, ანუ არის შესაბამისი მედიკამენტები, ამაზეც ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ანუ ეს სქესობრივი მომწიფება ნაადრევად რა მიზეზით დაიწყო, რამდენად სწრაფად პროგრესირებს და უნდა შეჩერდეს თუ არ უნდა შეჩერდეს. ბიჭებში სქესობრივი მომწიფება იწყება 9 წლის ასაკიდან არის ნორმა და ბოლო, ანუ აი ზედაზღვარი ეს არის 14 წელი. აქ სქესობრივი მომწიფება იწყება სათესლე ჯირკვლების ზრდით და დანარჩენი ნუ აქაც იგივე არის, რომ უსიამოვნო უფლისუნი იყლის ფოსოდან გათმიანება იღლიაში და ბოქვენზე. ეს არის ნიშნები სქესობრივი მომწიფების დაწყების. ნუ პუბერტატი, ანუ სქესობრივი მომწიფება ეს არის ჰორმონალური რევოლუცია ბავშვის ორგანიზმში. ეს არის გადაწყობა ბავშვიდან მოზრდილზე, რასაც ანუ მთელი რიგი პროცესები მოყვება. ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით სასქესო ჰორმონები, ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონი. ამ პერიოდში არის ზრდის პუბერტატული ნახტომი, რომელიც თუ გამოვტოვეთ, ანუ თუ არ მოხდა შემდეგ, აი ამ დაკარგულ სიმაღლეებს ვეღარაფერს ვეღარ უზავთ, დაკარგულ სანტიმეტრებს ვერავინ აზღაურებთ და ამიტომ ამ დროს უნდა ვიყოთ ყველაზე ყურადღებით, იმიტომ რომ როდესაც უკვე დამთავრდება სქესობრივი მომწიფება და ბავშვს უკვე რამდენიმე წელია მენსტრუალური ციკლი აქვს, ან რამდენიმე წელია წვერს იპარსავს, იქ უკვე სიმაღლეში ჩვენ ვეღარანაირად ვეღარ დავეხმარებით. ანუ ამ პერიოდში შეიძლება კიდევ ჯერ კიდევ შეიძლება არა მიხმარება. თუ არის პათოლოგია, ამ პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იგივე ვთქვათ, თუ არის დის ჰორმონის დეფიციტი, ასეთ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ მკურნალობა, ხო? დის ჰორმონის დეფიციტის შემთხვევაში. და ანუ არსებობს სხვადასხვა სინდრომები, რომლის დროსაც ჩვენ ვერთვებით, იგივე ძალიან ხშირად ზრდაში ჩამორჩენას იწვევს ცელიაკია. რა არის ცელიაკია? ცელიაკია არის გლუტენის აუტანლობა. ანუ პურში, ჭვავში, ქერში, აი ესეთ მარცვლოვან კულტურებში შემავალი ცილა გლუტენის აუტანლობის გამო ნაწლავის ხავებში მიმდინარეობს ქრონიკული ანთებითი პროცესი და ირღვევა შეწოვა. და აი ამ შეწოვის დარღვევის გამო აღარ იწოვება ის მნიშვნელოვანი ნუტრიენტები, რომელიც ბავშვის ორგანიზმს ნორმალური ზრდისთვის სჭირდება და ფერხდება სიმაღლეში ზრდა. და აი ზუსტად ეს ცელიაკია ასევე ისევე როგორც ანუ ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დეფიციტი ძალიან უფრო ხშირად გვხვდება დაუნის
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში და ამიტომ აქაც არის რეკომენდაცია, რომ წელიწადში ერთხელ სიხშირით გამოიკულიეთ ტრისომიის მქონე ბავშვები ცელიაკიაზეო. იმიტომ რომ არ გამოგვეპაროს და ისედაც ამ ბავშვებს აქვთ სიმაღლის დეფიციტი და ჩვენ კიდევ იმიტომ რომ რაღაცა გამოგვეპარა იგივე ცელიაკია ან იგივე ჰიპოთირეოზი არ გამოვიწვიოთ იმ სანტიმეტრების დაკლება, რაც შეიძლებოდა არ დაგვყებოდა. და ანუ აი იგივე თქვა, თუ დავსვით ჩვენ დროზე ცელიაკიის დიაგნოზი და დავნიშნეთ შესაბამისი დიეტა, შემდეგ უკვე პრობლემის აღმოფხვის შემდეგ ბავშვი ნორმალურად იზრდება. მაგრამ თუ მე ცელიაკიის დიაგნოზს დავსვა უკვე სქესობრივი მომწიფების დამთავრების შემდეგ, უკვე ვეღარაფერს ვერ ვიზავ, იმიტომ რომ ზრდის ზონები, ანუ აი ეს ხრტილები, რომლითაც ადამიანი იზრდება, უკვე გაძვალებულია და ანუ ვეღარაფერს ვერ შევცვლით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სანამ პუბერტატი დამთავრდება, მანამდე მივიღოთ ზომები, რომ რამე არ გამოგვჭეს. და ასევე ანუ აი სასქესო ჰორმონები, განსაკუთრებით ტესტოსტერონი ძალიან მოქმედებს ბავშვის ბუნება განწყობაზე. ტესტოსტერონი ზოგადად ისედაც აგრესიის გამომწვევი ჰორმონია, ხა ეს ყველასთვის ცნობილია და განსაკუთრებით, ანუ როდესაც გვაქვს განვითარების შეფერხება და ბავშვი ისედაც ვერ ანუ რაღაცებს ვერ ხვდება იმ რა ემართება მას, რატომ ემართება ეს ტესტოსტერონის მოქმედება შეიძლება განმაყურებელი იყოს ზედმეტი აგრესიის და ამ შემთხვევაში ძალიან მოთმენა და დაყვება გვმართებს მშობლებს, რომ ასე რომ ვთქვათ, ხელი შეუწყოთ და მიზეზი ეს არ არის ბავშვის ხასიათი, ეს არის ის ჰორმონები, რომელიც ამ დროს მათ ჭარბი რაოდენობით გამოეყოფათ. ხო, ანუ კიდევ რა, ანუ აქ მაპატიეთ ამას თქვენ რომ მორჩებით, ეხლა აზრს არ შეგაწყვეტინებთ, გავიტო მარიკა. სულ აინტერესებთ მშობლებს, როდის უნდა გაკეთდეს, აი ამ თქვენ ახსენებთ ეს რდის მაჯის ტესტი რო რენტგენოლოგიურად, ესეც რო აგვიხსნათ, მე როდესაც აი ამ თემას მორჩებით. კარგი. მე პრინციპში მოვჩი უკვე სქესობრივ მომწიფებაზე საუბარს. კარგი, ამაზე რო სულ აინტერესებთ. სულ შიში აქვთ რა ვთქვა, არ გაიზარდა ჩემი შვილი და მაღლები ყავს და რაღაცა და როგორც კი შევატყობთ, რომ არის დაბალი. როდემდე არის ეს? როგორც კი შევატყობთ, რომ არის დაბალი, მივდივართ ბავშვთა ენდოკრინოლოგთან და ის გვინიშნავს ამ მარცხენა ხელისმტევნის რენტგენს და შეაფასებს არის თუ არა სვლის ზონები დახურული. მაპატიეთ, რატომ მარცხენა? აქაც რო გამარტება გაგუკეთოთ. ანუ არა მომუშავე ხელის. აჰა, დიახ. და ერთი ეგ არის განმარტება და მეორე ის რომ ის ატლასი რომელსაც ჩვენ ვადარებთ აი ამ ასაკს არის ატლასი რომლითაც ჩვენ საზღვრავთ რამდენი წლის არის ბიოლოგიური ასაკი რამდენია ბავშვის არის მარცხენა ხელისმტევნის რენტგენით გაკეთებული ანუ ეს ატლასი რაც ჩვენ გვაქვს და შესაბამისად ზოგი ექიმი თვლის რომ თუ თქვათ ბავშვი არის ცაცია მარჯვენა ხელისმტევნის რენტგენი უნდა გაკეთდეს თუმცა დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა მართალი გითხრათ ამას არ აქვს. დიახ. ხო, ანუ აზრი აქვს ამ რენტგენის გაკეთებას მანამ სანამ არ დამთავრდება სქესობრივი მომწიფება. ანუ თუ ბავშვი სქესობრივი თქვათ აი მენარხე დაუდგა 13 წლის ასაკში და ეხლა არის 16-17 წლის იქ ეხლა თქვენ რო ჩემთან მოხვალთ და მეტყვით რომ იცით რა აი 17 წლის არის უკვე ამდენი წელია მენსტრუაცია აქვს და არ მომწონს მისი სიმაღლე მე რენტგენი რომც არ გაუკეთო ისე გეტყვით შემიძლია გითხრათ რომ აქ ბავშვის ზრდის ზონები უკვე დახურული იქნება. არის შემთხვევები რომ ადამიანი არის 17-16 წლის მაგრამ იქ არა მხოლოდ სიმაღლეში, არამედ სქესობრივ მომწიფებაში შეფერხებაც არის. მივხვდით, ანუ არა აქვს ჯერ დაწყებული სქესობრივი მომწიფება, ან კი აქვს დაწყებული, მაგრამ დაიწყო და შეფერხდა და აღარ პროგრესირდა.
ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა განისაზღვროს რატო არის ეს დასში ჩამორჩენა და რატო არის სქესობრივი მომწიფების შეფერხება. ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით იქ ზრდის ზონები დახურული არ იქნება. დიდი ალბათობით ალბათ ასეთ შემთხვევაში არის ჰიპოფიზის პრობლემა. ეს სასქესო ჰორმონების წარმოქმნის მასტიმულირებელი ჰორმონები, ანუ გონადოტროპული ჰორმონებიც, ასევე როგორც თირეოტროპული ჰორმონი ჰიპოფიზში გამომუშავდება და თუ მაქვს ჰიპოფიზის პრობლემა, შეიძლება მქონდეს როგორც დის ჰორმონის დეფიციტი, ასევე სქესობრივი განვითარების შეფერხება და ასეთ შემთხვევაში ჩარევა ეფექტური იქნება, თუ ჩვენ დავსვათ შესაბამის დიაგნოზს. მაგრამ თუ უკვე დიდი ხნის დასრულებულია სქესობრივი მომწიფება, რამდენიმე წლის დასრულებული სქესობრივი მომწიფების შემთხვევაში, ზრდის ზონები უკვე სამწუხაროდ დახურული არის. ანუ ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი კანონზომიერება. ანუ ეს ასე რომ არ ხდებოდეს, ჩვენ მუდმივად გავიზრდებოდით, ხომ? ანუ სასქესო ჰორმონები და განსაკუთრებით ესტროგენი, რომელიც ასევე მამაკაცებსაც გამოეყოფათ გარკვეული რაოდენობით, იწვევენ აი ამ ძვლის ზრდის ზონის ჩაკეტვას. ანუ მე როდესაც რაღაცა პერიოდის განმავლობაში ანუ ეს დიდი რაოდენობით ესტროგენის ზემოქმედების ქვეშ ვარ, ამ პერიოდის შემდეგ ეს ჩემი ძვლის ზონები დაიხურება და მე აღარ გავიზრდები. და ეს ასე ბუნებამ ასე გააკეთა. ამიტომ ჩვენ ზომები უნდა მივიღოთ მანამ, სანამ ესტროგენი თავის საქმეს გააკეთებს. დიახ. არგი მეგონა. ეხლა ვიცით მე მეგონი უახლოვდება ჩვენი უკვე ლექცია დასასრულს და თუ არ შეწუხდებით 2-20 სიტყვა რომ მოგვახსენოთ და ამ თემაზე და ამით დავასრულებთ. ესე იგი, განვითარების შეფერხება და ნანიზმი ძალიან ხშირად არის ერთად გადაჯაჭვული, თუმცა ხანდახან არის ნანიზმი, მაგრამ აბსოლუტურად ინტელექტუალურად ძალიან მაღალი IQ აქვთ და აი ეს განსხვავება ორი სიტყვით, ახლა ძალიან დიდ თემას შევეხე ალბათ მე, მაგრამ ორი სიტყვით რო გითხრათ, რომ აი ეს ხანდახან აშინებს. ნანიზმი, ეს არის ტერმინი ჰიპოფიზის ჰიპოფუნქცია. ანუ ჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითებას ქვია, ანუ ფუნქციის დაქვეითება იწვევს აი ამ ნანიზმს. ზოგ შემთხვევებში არსებობს სინდრომები, რომელიც შეჭიდულია ნანიზმთან და ამ სინდრომს რომთა შეჭიდული არის ასევე განვითარების შეფერხება და ამიტომ ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთთან შეჭიდულია და ამიტომ აქვს განვითარების შეფერხება. თორე თავის მხრივ ჰიპოფიზის არც ერთი ჰორმონი განსაკუთრებით ანუ ნანიზმში თქვენ ალბათ დაბალ სიმაღლეს გულისხმობთ, განსაკუთრებით დის ჰორმონი არ არის იმდენად განმაპირობებელი, რომ განვითარების ესეთი შეფერხება გამოიწვიოს გარდა თირეოტროპული ჰორმონის. ანუ თუ მე მაქვს ძალიან დაბალი თირეოტროპული ჰორმონი, რომლის გამოც მე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ძალიან დამიქვეითდება, ასეთ შემთხვევაში კი განვითარების შეფერხებასაც მივიღებ. სხვა შემთხვევაში თუ სინდრომი არ მაქვს და ისე რაღაცა სხვა მიზეზით არის გამოწვეული, იგივე დის ჰორმონის დეფიციტი, იგივე გენეტიკური მუტაცია ალბათ, ხო? ხო, ანუ ასეთ შემთხვევაში არ მექნება პრობლემა ანუ განვითარებასთან, ანუ ინტელექტუალური განვითარებასთან დაკავშირებით. თუმცა არსებობს სინდრომები, მაგალითად პრადერ-ვილის სინდრომი, რომელიც არის გამოხატული კოგნიტური შეფერხება, ძლიერ გამოხატული სიმსუქნე, დაბალი სიმაღლე, ამ შემთხვევაში არის ხოლმე ზის ჰორმონის დეფიციტით და პრადერ-ვილის სინდრომის მქონე ბავშვებს ზის ჰორმონით მკურნალობენ უცხოეთში ჩვენთან აღარ მახსოვს ჩაირთო თუ არა პროგრამაში სახელმწიფოში რაღაც თუნდაც 1 წლის წინ არ იყო ჩართული, ეხლა აღარ გამირკვევია.
ანუ აი პრადერვილის სინდრომი თუ აქვს ბავშვს, აქვს კი არის დაბალი სიმაღლე და არის განვითარების შეფერხებას. ანუ ძირითადად სინდრომების დროს ხდება ხოლმე ეს პრობლემა, თორემ მხოლოდ ესე ცალკე განყენებული ნანიზმი განვითარების შეფერხებას არ გამოიწვევს. არის სინდრომები, რომელიც იწვევს და არის სინდრომები, რომლებიც სულაც არ არის შეჭიდული განვითარების შეფერხებასთან. და ესეთი ბავშვები, თქვათ, მოდიან სპეციალისტთან, განვითარების სპეციალისტთან, პედიატრთან, ალბათ სამართავი არის ენდოკრინოლოგის და გენეტიკოსის ერთდროულად, ხომ? რა თქმა სწორი უნდა, ვიქნები, რომ გადავცეთ მშობლებს სწორი მიმართულება მივცეთ, ხომ, ხავდამარიკა? ანუ სწორი იქნება თუ გავარკვევთ ზუსტ გენეტიკურ დიაგნოზს, იმიტომ რომ ყველა სინდრომს იქ თავისი მართვა აქვს აბსოლუტურად და შესაბამისად გენეტიკოსი თუნდაც იმ მიმართულებით მაინც უნდა ჩაირთოს, რომ სინდრომი გაირკვეს რა არის. დიახ. და შემდეგ უკვე შესაბამისად იმართოს დიაგნოზიდან გამომდინარე ბავშვი. აჰა. დიახ. იგივე დაუნის სინდრომის დროს ხო ვიცით რომ ხშირად უნდა ვამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი, ხშირად უნდა ვამოწმოთ გული, თირკმელები და ასე შემდეგ. ასევე არის ყველა სხვა სინდრომზე მეტნაკლებად ჩამოთვლილი გაიდლაინები, რა სიხშირით უნდა მოხდეს რაღაც ორგანოთა სისტემების შემოწმება. აჰა. გასაგები. კარგით, ქავდამარიკა, მე მგონი, რა ვიცი, ამოვწურეთ კითხვები, რაღაც აღარ შემოსულა. თქვენ ხო არაფერი გნებავდათ კიდე დამატებით. ესე იგი, ხომ არ არის, თქვათ, იცით რა კითხვას დაგისვამთ მე, რომ როდესაც მოდის ბავშვი, თქვათ, სპეციალისტთან და ხედავთ, გრძნობთ, თქვათ, ექიმები, პედიატრები, რომ რაღაცა არის ისეთი, რაც ითხოვს თქვათ ენდოკრინოლოგის კონსულტაციას. ხომ არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება ჩვენ გამოგვჩეს და აუცილებელი არის, რომ თქვათ, ვიწრო სპეციალისტმა, ანუ თქვენმა სპეციალობამ შეაფასოს. ხომ არ გვირჩევდით რამეს განვითარების შეფერხების დროს. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ აუცილებლად იქნება ბავშვი ნამყოფი ენდოკრინოლოგთან, თუ არ იქნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეაფასოთ, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე, მცირედი შეფერხებაც კი შეიძლება თქვენ შემთხვევაში დრამატული აღმოჩნდეს. თუნდაც მე მყოლია ბავშვის სუბკლინიკური ჰიპოთირეოზით, რომელსაც ეს გამოუვლინდა კრუნჩხვებით და შემთხვევით კი ნაღამ ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს და ანუ იმ მიმართულებით წავიდნენ. მაშინ როდესაც ჩვენ დავიწყეთ მკურნალობა, ყველაფერი ალაგდა. ეს იყო სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი, არ იყო მძიმე ჰიპოთირეოზი. უბრალოდ ამ ბავშვის შემთხვევაში ასე გამოვლინდა. ანუ შეიძლება საერთოდ კლინიკა არ ქონდეთ ჰიპოთირეოზის, ანუ არ იყოს ეს მოდუნება, აპათია, არაფერი არ ქონდეთ კლინიკა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია მაინც იქნება, რომ ნუ გავაკეთებთ ამ 4-ვე ანალიზს, არ არის აუცილებელი. მხოლოდ TSA-ში მაინც რომ გააკეთოთ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ, გაქვთ თუ არა საკვლევი ფარისებრი ჯირკვალი, ესეც ძალიან კარგი იქნება, თუნდაც წელიწადში ერთხელ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიები თქვენ შემთხვევაში და პედიატრებთან მექნებოდა ასევე ძალიან დიდი თხოვნა, რომ ყველა მოსვლაზე ძალიან სკრუპულოზურად გაიზომოს პაციენტი, აიწონოს, შედგეს ჩარტი, ანუ თუნდაც სხეულის მასის ინდექსი და ყველაფერი, რომ ხშირ შემთხვევებში მაქვს ხოლმე პრობლემა მოდის ბავშვის დაში ჩამორჩენით და მე ვერ ვგებულობს დის სიჩქარეს, იმიტომ რომ მანამდე არ არის გაზომილი. ნუ შეიძლება ეს პედიატრის ბრალი არ არის და არის მშობლის ბრალი, რომელმაც უბრალოდ არ მიიყვანა მანამდე ბავშვი პედიატრთან, ამიტომ მშობლებსაც მივცემდი რეკომენდაციას, რომ თუნდაც სახლში თუ გაზომავთ, თარიღი მიაწერეთ, ანუ მხოლოდ იმას კი ნუ ნახავთ, რამ სიმაღლეა და ჯდება თუ არა ნორმაში. რა დროს გაზომეთ, ანუ თარიღი მიაწერეთ, იმიტომ რომ თუ როდესმე შეიქმნა პრობლემა, კარგი იქნება თუ არ შეიქმნება, მაგრამ თუ შეიქმნა პრობლემა, ვიწრო სპეციალისტს ჰქონდეს საშუალება, რომ ზდის სიჩქარე განსაზღვროს და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი
მშობლების მინდა ვუთხრა, როგორ უნდა გაზომონ სწორად ბავშვი. ხშირად დააყენებენ ხოლმე კედელთან და თავს აი ესე მაქსიმალურად გადააწევინებენ, არა. ეცადეთ რომ ისეთ კედელთან დააყენოთ ან კართან, რომელსაც ეგრეთ წოდებული პლინტუსი არ ექნება, იმიტომ რომ ის პლინტუსი სანტიმეტრებს გაკლებთ. ანუ იყოს ანუ სწორი კუთხე იყოს აი ამ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ზედაპირებს შორის, ბავშვი დადგეს სწორად, გამართულად, ქუსლები აუცილებლად უნდა მიედოს იმ ზედაპირს, რომელზეც ვზომავთ, ანუ ბავშვის ქუსლი, საჯდომი და ზურგი და კეფა. ანუ თვალის ჭრილი და ყურის აი ნიჟარასადაც გვეწყება ის ნაწილი, ერთმანეთის გასწვრივ უნდა იყოს და შემდეგ აიღეთ წიგნი ან რაღაც ისეთი, რომელიც მართკუთხედს შეგიქმნით და აი ესე ერთი ბოლო, ანუ აი ამ მართკუთხედის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზედაპირები ერთი უნდა იდოს ბავშვის თავზე, მეორე სწორად კედელზე და კუთხე მონიშნეთ. აი ეს არის სწორი სიმაღლის გაზომა და აუცილებლად მიაწერეთ თარიღი, იმიტომ რომ ჩვენთვის ბავშვთა ენდოკრინოლოგებისთვის ეს თარიღი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რასაც მშობლები გვიკეთებდნენ ჩვენ ბავშვებს ადრე. იმახსოვს და მამა სულ ზომავდნენ, ალბათ ბევრი მშობელი გაიხსენებს ჩვენ თაობაში, არა? აი მე მაგ ესეთი ხშირად მაქვს ხოლმე მოდიან მშობლები, გავზომე, არ იზრდება, არ მომწონს და თარიღს ვერ მეუბნებიან, ანუ თარიღი არ აქვს მიწერილი. თარიღი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მიაწერეთ თარიღი. გამახსენეთ ჩემი ბავშვობა და მამა ჩემის თარიღები კეთილზე ასე გამოგწევებული. თარიღი არა, ანუ 12 წლის კი არა, ანუ აი დღე, რიცხვი, აი ეს მიაწერეთ. რა ვიცი, თუ კიდევ რამე დამატებითი შეკითხვები გექნებათ, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. მე მგონი ამ ეტაპზე, მე მგონი ყველაფერი ამოიწურა ჩვენი შეკითხვები. უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო ჩართვა იყო. მართალია წინა სახელმწიფო ხციებ ცხელება და არ ვიცი, ალბათ გვეტყვიან მე ჩვენი ორგანიზატორები როგორ იყო აქტივობა. მე მგონი მაინც აქტიური იყვნენ მშობლები და კითხვებს გვისვავდნენ, თუ არა და მერე ჩანაწერს გაეცნობიან, თუ ფაცი-ფუცი აქვთ ახლა ოჯახებში და მერე დაგვისვამენ კითხვებს. უღრმესი მადლობა ჩვენთან გატარებულ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ამ საათისთვის ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს, კარგი მშვიდობიანი წელი დაგვდგომოდეს. თქვენც ასე